2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების საფლავებზე დილიდან იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები. ცოტა ხანში მუხად გვერდის სასაფლაოზე ელოდებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ანუკა ფაცია ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში მუხად გვერდის სასაფლაოდან. ანუკა, გისმენთ. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან შეკრებილები არიან აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. ჩვენ მოგვეცა თითოეული ოჯახის წევრთან გასაუბრების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ 17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, თითოეული ოჯახის წევრისათვის ძალიან მძიმე და მტკივნეული არის იმ ისტორიების გახსენება, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალნენ თავიანთი გმირი ოჯახის წევრები და როგორ ებრძოდნენ რუს ქვედანაყოფებს და როგორ გასწირეს მათ ყველაზე ძვირფასი რამ სიცოცხლე. ბათუმის 24 ბრიგადაში მსახურობდა ჩემი ძმა. და იგიდან როგორც საქართველოს შეფარება ისე წავიდა იმაში. საომრად. იგი წაიყვანეს თავის ვალდებულებით. ცხოვრებაში გულში მეკნება ეს რაზე ასაუბარი და ყოველ იმას 8 აგვისტოს ამოვდივარ და სანდერძულდებ ჩემ ძმას. 5 შვილი ყავს. ჩემს ორი გოგოები ყავს. 17 წელი გავიდა უკვე. მე და ჩემმა ძმამ 25 წელი დავითვალეთ ერთად და სამწუხაროდ ეხა 17 წელი მოვდივარ მის გარეშე. ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს დღეები, ზოგადად არც ერთი დღე არ არის მარტივი მის გარეშე, როდესაც დედას უყურებ, რომელიც მის საფლავზეც ვერ მოდის, ეტლში ჩავარდნილ დედას, ორ მის შვილს, რომლებიც დღეს მის გზას აგრძელებენ და იუნკერები არიან. და ამ ყველაფერს, როდესაც შენ უყურებ და ვერ ხედავს ის და როგორი ამაყი იქნებოდა, როგორი ბედნიერი იქნებოდა. ძალიან მძიმე არის დღესაც მახსოვს, დღესაც ვტირი და რა ვიცი, ჩემი ძმა არასდროს არ გამოვა ჩემი გულიდან. ის მე ძმასავი ვყავდა, გვერდით მე დგასულდა, სულ ჩვენთან იყო და რა ვიცი, რაც აფხაზეთიდან გადმოვიდა, ჯარში რო წამოვიდა, მე სულ ჩვენთან იყო სახლში და ჩემი ნათესავია და როგორც ძმასავით ისე მიყვარს ეგ. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე ველოდებიან როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული გმირების მემორიალებს გვირგვინით შეამკობენ და მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს და ასევე მიუსამძიმრებენ კიდევ ერთხელ გარდაცვლილ ოჯახის წევრებს. გეტყვით, რომ აქ უკვე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თავის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად და ასევე საბჭოს, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად. მათ გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპული გმირების მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 130-ზე მეტი ადამიანი იყო სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ხოლო 150,000-ზე მეტი ადამიანი კი თავის ქვეყანაში იძულებული გადაადგილებულ პირად იქცა. მადლობა ანუკა ფაცია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.